სროცხლიანის წინა ვიდეო ალბათ ბევრმა თქვენგანმა ნახა, მაგრამ ვისაც არ გინახავთ, ჯერ ის ჩართეთ და შემდეგ გააგრძელეთ ამის ყურება. თურქეთთან მატჩის წინ გაფრთხილებდით, რომ 5 მცველით უნდა გვეთამაშა, ასევე გაფრთხილებდით, რომ 4 მცველიან სქემაში მარცხენა ფლანგზე ლოჩოშვილს არ უნდა ეთამაშა და რა პრობლემებს შეუქმნიდა ეს ყველაფერი დაცვასთან ერთად, ასევე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს, ამაზეც გაფრთხილებდით, ასევე გაფრთხილებდით გურამ კაშიას ფაქტორზე, რა კატასტროფებს გამოიწვევდა 4-3-3-ში ან 4-4-2-ში გურამის უკან თამაში, ასევე გაფრთხილებდით, რომ უნდა გვეთამაშა არწაგებაზე მაქსიმალურად ფრთხილად დაბალი ბლოკით და ისეთი სივრცეები არ უნდა მიგვეცა პირველივე წუთებიდანვე, როგორც დასრულებულ შეხვედრაში. სამწუხაროდ ჩვენმა სამწუხაროდ შტაბმა ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა და დავმარცხდით. მოკლედ დღეს ამ მატჩზე ვისაუბრებთ არა მარტო ამ შეხვედრაზე, წინ ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ და ყურადღებით მინდა რომ ჩაუჯდეთ და ბოლომდე მოусმინოთ. ამიტომ დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, დაწერეთ კომენტარები და გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი. ახლა კი გადავალ პირდაპირ ტაქტიკურ ანალიზზე. მატჩის წინ მაინც მქონდა რაღაცა შიში შინაგანად, რომ რაღაცას მოიფიქრებდა ვილი და ისე არიზამდა, როგორც იმედი ჰქონდა ჩვენ და პირველ რიგში მახსენდება ალბანეთთან შეხვედრა, მესხზე რომელიც წავაგეთ 0-1 და ზუსტად ეგ ის თამაში არის, რომელიც უნდა მოგვეგო და ახლა არ იქნებოდა ესეთი კატასტროფა, ვიქნებოდით ჩვენ ჩეხეთის ნაცვლად პლეი-ოფში მსოფლიო ჩემპიონატის ჩამჯდარი გემრიელად და დღევანდელი გუშინდელი მარცხი არ იქნებოდა ესეთი მტკივნეული და იქაც თუ გახსოვთ ის შეხვედრა, მხოლოდ ერთი ქოჩორაშვილი გვაკლდა და აიღო მთლიანად გადაატრიალა მთელი სქემა. სანიელმა და სამწუხარო შტაბმა და ნუ რა კატასტროფაც მივიღეთ, ნუ ის ვიდეოც შეგიძლიათ სროცხლიანზე ნახოთ. გქონდა მაგის დეტალური ანალიზი და ამჯერად ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი არ იყო და პრინციპში გულუბრყვილო ოპტიმისტები ვართ ალბათ. უმრავლესობა ჩემი თანამოაზრეებით, რომ იმედი გქონდა სწორად იმოქმედებდნენ პრაგმატულად და ასე სიფრთხილით ითამაშებდნენ, როცა აგერ ალბანეთის მაგალითი გქონდა, რა კატასტროფა ვნახე და ეს კატასტროფა ისევ განმეორდა. ახლა მინდა ხიზანიშვილის სიტყვებს შევეხო, რომელმაც ვილის სანიოლის კომენტარი გააჟღერა, ასე ვთქვათ, პრესკონფერენციაზე წითელი ჰქონდა ვილის და ამიტომ არ შეიძლება თვითონ ასვლა პერსკოზე. 4 მცველს შეეხო, ძალიან გამაღიზიანა ამ კომენტარმა 4 მცველთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტებმა დაუსვეს და აი როგორი იყო მისი პასუხი, მოდი ჯერ ამას განახებთ, რა თქვა ხიზანიშვილმა და შემდეგ გავაგზავნოთ მსჯელობა. 4 მცველზე გადასვლა დიდი ხნის წინ გვინდოდა, რადგან წინა თამაშებშიც გამოჩნდა, რომ ასეთი თამაში შეგვეძლო. ოდესმე ეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახლა წაგებულ თამაშზე ან თუნდაც მოგებული თამაშის შემდეგ საუბარი ყოველთვის მარტივია. მივცემ ჩემს თავს უფლებას და ვიტყვი, რომ არ მგონია ვილიმ შემდეგ თამაშებზე ეს გადაწყვეტილება შეცვალოს. ორი სხვადასხვა პროფილის მცველი გვყავს. ერთი ძალიან გამოცდილი კაშია და მეორე ახალგაზრდა პერსპექტიული გოგლიჩიძე. როგორც თქვი, გვინდა რომ 4 მცველზე დავრჩეთ. მე თუ ჩემი კომპეტენციით ხვდები იმდენს, რომ ამხელა საფრთხის შემცველი იყო ამ სქემით თამაში თურქეთთან, ასეთ თურქეთის ნაკრებთან, არ ვიცი თქვენ ჩემზე ბევრად მეტი კომპეტენცია გაქვთ, ჩვენ ნაკრების საბჭოთა შტაბს მიმართავ და ბევრად უფრო მარტივად უნდა მიხვდარიყავით აი ამ ყველაფერს, საფრთხეებს. მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ერთი კითხვა მაქვს, ანუ როგორ ემზადებით წინა სამატჩოთ, ანუ ანალიზი ტაქტიკური, როგორ იგეგმება მეტოქის გარჩევა და ძალიან მაინტერესებს, როგორ ხდება ეს ყველაფერი და როგორ მიდიხართ ასეთ დასკვნამდე, ასეთ სარდასკვნამდე რა. მე პირადად, რასაც ვაკეთებ სროცხლიანში, მეტოქის მატჩებს, ანუ კადრები რაც ხელმისაწვდომია, მაქსიმალურად უყურებ ყველა თამაშს, რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრები იქნება თუ კლუბი იქნება, ჩვენების თამაშებს უყურებ და იქ უკვე ჩანს, ვის რა პლუსი აქვს, რა მინუსი აქვს, ვინ არის ძალიან კაი ფორმაში, ცუდ ფორმაში და საიდან შეიძლება დაგარწყან, შენ მიაყენო ზიანი და შემდეგ უკვე გონებაში ლაგდება ყველაფერი. პლუსები, მინუსები, რომელი გადაწონის და რომელი სქემა არის უფრო ოპტიმალური და ობიექტური, კონკრეტული მეტოქიდან გამომდინარე. რაც ალბანეთთან მოხდა 0-1, იგივე 1-7 ესპანეთთან, რომელიც შეგვეძლო 1-3 წაგვეგო მაგალითად და იგივე გუშინ თურქეთთან მარცხი. ეს არის ყველაფერი არასწორი დაგეგმარების ბრალი, ანუ ჩემი მოკრძალებული აზრით, არასწორად დაიგეგმა და იმაზე გაცილებით უარესი შედეგი მივიღეთ, რაც შეიძლებოდა დამდგარიყო. საერთოდ შეიძლებოდა რომ უარესი და ცუდი შედეგი არ დამდგარიყო. ამაზეც როცხლიანის წინა ვიდეოში ვისაუბრე. მოკლედ ეს არის ჩემი კითხვა და არ ვიცი ვინმე, ოდესმე თუ პასუხს გაგცემს, ძალიან გაიქნება. ახლა მინდა ევრო 2024-დან თურქეთ-საქართველოს მატჩიდან ერთი ვიდეო განახოთ. თურქები იქაც მაღალ პრესინგს გვეთამაშებოდნენ, ჩვენ ბურთის ამოტანა იქაც გვიჭირდა, იმიტომ რომ კიტეიშვილმა ის მატჩიც გამოტოვა ტრამვის გამო და აი რა არის განსხვავებული, ასე ხედავთ. მამარდაშვილი ესეთ მარტივ სიტუაციებში იგერიებს ბურთს წინ ძლიერად.
ეს ბურთი დაიკარგება თუ არ დაიკარგება, ამას იმდენად დიდ ყურადღებას გუნდი არ აქცევს, იმიტომ რატომ? 5 მცველით ვართ და ასეთ დროს, ანუ თავდაცვა გაცილებით მარტივი არის, როდესაც 5-3-2-ზე თამაშები მეტოქეს და იცი ტექნიკურად და ბურთის ფლობის ხრივ შენზე აქვს უპირატესობა. მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ვითამაშეთ თბილისში, იმიტომ რომ ვიყავით 4-4-2-ით, გაცილებით ტექნიკური შემადგენლობა ყავდა, უფრო შემტევი, თავით მოთამაშე ფეხბურთელი არ იყო და ამდენი ბურთი რო დაკარგო, ესე რომ მოეგერიებინა მამარდას ყველა ბურთი, ყველა პრესინგის დროს, ხო? საერთოდ უბურთოდ დავრჩებოდით და თავდაცვა იქნებოდა გაცილებით რთული, იმიტომ რომ იყო შემადგენლობა შემტევი, ანუ თავიანთ თავს დაუპირისპირდნენ და თავიანთ თავს ავნეს, ანუ აი ამ არასწორი ტაქტიკით. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდა, თან თურქეთს ორჯერ ვეთამაშეთ და ორივე შეხვედრის კადრები გვაქვს და გაცილებით მარტივი მისახვედრია. თუ რამდენად არასწორი იყო 4-4-2-ით დაწყება. გარდა ამისა, არ ვიცი, როცა საწყის 15 წუთში შენს არჩეულ სქემას ეგრევე ცვლი 0-1-ზე, ეგ საერთოდ კატასტროფული ვითარება არის, ამდენი ხანი რომ გეგმავ რაღაცა სქემას მეტოქიდან გამომდინარე და ერთი გოლის გაშვების მერე ეგრევე მასზე უარს ამბობ, ანუ რამდენად არასწორად იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი მაგაზე ნათლად მიუთითებს. ახლა მინდა 5 თვის წინანდელი კადრები განახოთ ცრუცხრიანის, რაც ამბობდა ვილი სანიოლი 4 მცველით თამაშზე და დაცვის ახალ დუეტზე და რას ამბობდი მე, როგორი იყო ჩემი აზრი კონკრეტულად კაშიასთან დაკავშირებით. 2 წუთი უყურეთ ამ კადრებს და შემდეგ გავაგრძელოთ. ახლა მინდა სანიოლის პრესკონფერენციაზე ნათქვამი ფრაზა შემოგთავაზოთ, რომელმაც თითქმის მე ყოველ შემთხვევაში ეჭვი გამიჩინა, ასე ვთქვათ, რომ დაცვის დუეტზე უკვე ვილი ჩამოყალიბებულია. 3-4 წლის წინ გადავწყვიტე 3 მცველით მეთამაშა, რამაც გაამართლა. ახლა გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი თავის კლუბებში ბევრს თამაშობენ და ეს ტაქტიკის შეცვლის შესაძლებლობას გვაძლევს. ფეხბურთში არასდროს იცი რა მოხდება. შესაძლოა ტრავმები იყოს, ან სხვა ნიუანსები. მეტოქესაც გააჩნია. ამიტომ ბევრი სქემის დაალაგებაა საჭირო. ვინაიდან და რადგანაც ხაზი გაუსვა სანიოლმა ლოჩოშვილის კარგ ფიზიკურ ფორმას, აი ამ ხაზ ამოწეულ 4-3-3-ს თავისი მეკობიშვილით და გოგლიჩიძით ლოჩოშვილი უფრო სტილისტურად მეტად ერგება. ვიდრე დაუშვათ 37 წლის კაშია, რომელიც საგრძნულად არის შენელებული, თუ რაღაცებს შეიძლება უკეთესად კითხულობს და უკეთესი პასი აქვს ფიზიკურ ორთაბრძოლებში და სისწრაფის მომენტებში აი სპრინტში ძალიან იჩაგრება გურამით, აი მაგალითად თურქეთთან მე ვერ წარმომიდგენია, რომ კაშია გოგლიჩიძის დუეტი გვედგეს დაცვაში და თურქები ამოუკეტოთ. ანუ თითქმის დაუჯერებელია ჩემთვის ეგ. გონია ყველაფერი ნათელი არის, არ ვიცი თქვენ რას დაამატებდით, მაინტერესებს დაწერეთ კომენტარი კონკრეტულად ამ მონაკვეთთან დაკავშირებით. კიდევ ერთი კადრი წინა ვიდეოდან. ვივარაუდე, პროგნოზი იყო ჩემი მხრიდან, რომ უნდა გვეთამაშა ფრთხილად და რა პრობლემებს, კატასტროფებს გამოიწვევდა ეს ყველაფერი სამწუხაროდ ყველაფერი ერთ-ერთში ასრულდა. ეხლა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ, რომ შეიძლება 0 ქულით დავრჩეთ ამ თამაშში და აქ 0 ქულით დარჩენა თბილისში ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ჩადიხარ თურქეთში მოსაგებად და უეჭველი მოსაგებად, როცა ითამაშა უნგრეთი თურქეთს. როგორ განადგურდა, ეგ ყველა ვნახეთ და კატასტროფა არის მათთან ესე აწევა და ზონები და რაღაცა, არ ვართ ჯერ მაგდონეზე ჩვენ სამწუხაროდ. რას ფიქრობთ ფრეზე, ანუ რო ვითამაშოთ ჯერ ფრთხილად, მაქსიმალურად დაკეტილი, დაბალი ბლოკით 5-3-2 დაუბრუნდეთ ძველ სქემას, ამასაც გავშვილით დეტალურად და მაქსიმალურად სწორად უნდა შეიცეს შემადგენლობა, თამაში უნდა დაიკეტოს ერთი მომენტი. ყოველთვის შეიძლება შეიქმნას თან, როცა ზურიკო, კვარა და ჟორჟი ყავს წინ. ჩემი აზრით 4-3-3 დროებით დასავიწყებელი არის. შეიძლება ვცადოთ ბულგარეთთან უკვე 7-ში. კი ბატონო. მორიგი კადრი მინდა განახოთ ეხა, რა საფრთხეები ემუქრებოდა ხვიჩა კვარაცხელიას თუ 4 მცველით ვითამაშებდით ამ დანაკლისის ფონზე, ანუ მინუს ჩაკვეტაძე, მინუს ფლანგის მცველი შემტევი გულისხმობ და იდგებოდა ლოჩოშვილი, რომლისთვისაც არ არის ეს ოპტიმალური პოზიცია. რა ელოდა კვარაცხელიას პოტენციურად ასეთ შემთხვევაში. არასასურველი ოთხეული თავისას შვება რა და ერთმა პასმა და ერთმა შეცდომამ დაგღუპოს შეიძლება და კაშოსადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ასევე ლოჩოშვილი 4 წელში მარცხენა მცველად არ ვარგა. ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დავდგებით. თან ამას ემატება ის რომ კვარა არ არის კარგ ფორმაში ჯერჯერობით. მარცხენა მცველი მხარს ვერ აუბამს, ანუ ლოჩოშვილი არ არის ჩაკვე, რომელიც იქ ეხმარებოდა მარცხენა ფლანგზე, არც კიტია და ანუ საერთოდ მარტო რჩება კვარაცხელია ამ ტაქტიკაში.
და ძალიან ლოგიკური იყო ყველაფერი რაც მოხდა, ანუ აზაროვის შესვლის შემდეგ ანუ სადღაც ბოლო 15 წუთი კვარა მოუმატა თამაშს, მომენტების შექმნა დაიწყო, იმიტომ რომ მარტო აღარ იყო ფლანგზე და ელემენტარულად ერთი კაცი ყავდა, რომელიც ჩარბერენს უკეთებდა, მასთან ერთად ამწვავებდა, პასებს აძლევდა და ასე შემდეგ. ანუ არ იყო საერთოდ მარტო ყველას წინააღმდეგ, როგორც მთელი ტაიმნახევრის განმავლობაში. ასევე ვამბობდი იმასაც, რომ საჩუქრები არ უნდა გაგვეკეთებინა თურქებისთვის მაქსიმალურად უნდა დასულიყო ყველაფერი ნულზე, როგორც ევრო 2024-ზე 3-დან 2 ბურთი ვაჩუქეთ, მსგავსი რაღაცები უნდა გამოგვერიცხა ამ შეხვედრაში. ეხა ისეთ რთულ სიტუაციაში ვართ, არ უნდა მოვიგონოთ არაფერი ჩვენს კართან, პირიქით, ანუ ნულამდე უნდა იქნას შეცდომები დაყვანილი და საჩუქრები საერთოდ არ უნდა მივცეთ ჩვენს მეტოქეს. სამწუხაროდ ასე არ მოხდა, დაახლოებით იგივე სცენარი განმეორდა, ვაჩუქეთ თურქებს გოლები, მე მგონი კიდე უფრო მეტი შეცდომა დავუშვით ამ შეხვედრაში ინდივიდუალური, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე 2024-ში და ანუ ლოგიკურად ბმა უკვე მოითხოვს სიუჟეტი, ასე ვთქვათ, გადავდივართ უკვე გურამ კაშიას თამაშზე, რომელსაც სავარაუდოდ თავის კარიერაში ყველაზე ცუდი სანაკრებო მატჩი ჰქონდა. გურამს ძალიან ბევრი კარგი მატჩი ჰქონდა და ბევრჯერ მისი კარგი თამაშითაც მიაღწია წარმატებას ეროვნულ ნაკრებად, თუმცა ახლა ძალიან ასაკში არის და უკვე გამოთხოვების დრო დადგა და ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალიან სასწრაფოდ ჭირდება დაცვის ცენტრში გადახალისება და ცვლილებები. პირველი გოლის კადრებს მივადექით, ახლა კუთხურიდან გავუშვით ეს ბურთი, ეს ლოგიკური ბმა იყო, წეღარ კადრებიც გიჩვენეთ ევრო 2024-დან. ანუ უბრალოდ უნდა მოიგერიო და 5-3-2 უნდა გვეთამაშა, ესე ტიკი-ტაკა და მოკლე პასებით ატანა, თან კიდე როცა არ არის და 4-4-2-ით გადიხარ, ბუნებრივია რომ შეცდომებს დაუშვებ ამ დაცვით და ასეთი შემადგენლობით. ეს იყო მცდარი ტაქტიკური მონახაზი და პირველ რიგში საბჭოთა შტაბია ამაში დამნაშავე. და ანუ კუთხურიდან კადრს ხედავთ, ვერ შევამჩნი ეს პირდაპირ როცა უყურებდი შეხვედრა სტადიონიდან საერთოდ არ ჩანდა, ანუ კაში აქ მეურვებს ლოჩოშვილს, არ ვიცი. რო უყურებდი ამ კაცს, ანუ დადგმული გეგონება რა, ეხლა რო არ იცოდე ვინაა და რა ხდება და რო ვერ ერკვეოდე ვითარებაში, ხედავთ აქ რა გამეორებასაც ლოჩოშვილს მეურვეობს და იქ თავისუფლად არიან თურქები და ანუ გადის გოლი. ანუ აქ პრაიმ მამარდაშვილი და მამარდა საუკეთესო ვერსია შეიძლება ეს აიღო, მაგრამ ანუ თავით დარტყმული 4 მეტრიდან ცოტა ისეთ თემაა რა. მაინც ვერ იტყვი რომ აი მამარდას შეცდომით გავიდა ეს გოლიო. მეორე შეცდომა კაშიამ რაც დაუშვა ამ შეხვედრაში, მიყოლებით რომ გავაგრძელოთ ესე, აი ლომის გალიაში შეაგდო ბურთი გიულერის რო გაქონდა გოლი და გადაგვარჩინა გოგლიჩიძემ საოცარი ვარდნით. აქ უბრალოდ ერთ შეხებით თან რა ვინ გავალებს, ანუ ინიესტა და მოდრიჩი გეხსნება თუ რა ხდება აქ. რატო შეაგდო პრესინგში ბურთი? ვერ ხვდები უბრალოდ აქ გადავრჩით. ეს იყო როგორი გარდაუვალი გოლის, მამარდას პოზიცია უკვე სხვა ქონდა არჩეული მიმართულება და ანუ მისი ბრალი არ იქნებოდა რა, გიულერი უეჭველი გაიტანა გოლს რო არა გოგლიჩიძე. მაგრამ ეს შეცდომა წარმატებით გაიმეორა უკვე მეორე ტაიმში კაშომ და იგივე ანალოგიური ვითარება ლომის გალიაში შეაგდო ერთი შეხებით პასი და ამჯერად გიულერმა ჩაჭრა და მარტივად გაითამაშეს წამებში და გაგვიტანეს. ანუ რატო მოხდა ეს თან გურამს ანუ მთელი კარიერა რა, ის კაი წლები რომელიც ჰქონდა, ყოველთვის გამოირჩეოდა ინტელექტით და პირველი პასი ქართულ მცველებში ჰქონდა კაშიას. აი მაგალითად აი საზონოვს ხშირად უწუნებთ, იგივე კვიკველიას უწუნებდნენ, რომ აი ამომტანი პასი არა აქვს რა და იგივე გოგლიჩიძესაც უკეთესი ამომტანი პასი რო ქონდეს, პირველი უკეთესია კაშიას გავსიო რა. ბევრჯერ მომისმენია ესეთი მოსაზრება და მართლაც ესეა, მაგრამ უკვე ამ კომპონენტშიც, ამ ასპექტშიც ანუ ძალიან ცუდი ვითარებაა და სავალალო მდგომარეობა და ანუ რანაირად ვერ ხედავენ ამას სამხედრო შტაბში, ჩემთვის წარმოუდგენელი არის. და 22 წუთზე ჯარიმა თუ დაინახეთ ეს მომენტი თუ არ ვიცი ბევრს გამორჩა ვისაც ვესაუბრე, ზურიკომ ჩააწოდა და ის ჩაწოდება დარტყმის სტილი იყო და ახლობით გაუშვა და ისე წავიდა ვითარება საჯარიმოში, რომ აი შორეული ძელისკენ მოიჭრა ბურთი და გოლის გასვლის საკმაოდ დიდი შანსი იყო და აქაც კაშოს მოხვედრია ბურთი, ნუ ეხა აქ რა თქმა უნდა გმის გაზრახა არ თამაშია, მაგრამ ანუ არ იყო რა მისი დღე რა, ანუ გუშინ არ უნდა ეთამაშა. ყველაფერი გურამის საწინააღმდეგოდ იყო, თვითონაც ხო დაუშვა შეცდომები და მისგან დამოუკიდებელი შემთხვევითობებიც კი ისე დაჯდა, რომ ანუ პირიქით უნდა ყოფილიყო რა. აქ ძალიან მარტივად შეიძლება და გოლი გასულიყო, რო გაწეულიყო უბრალოდ და აქაც კაშოს მოხვდა და აი თურქ ცოლს რო შეშურდება, ისე ითამაშა დაცვაში რა, ანუ ჭყალებში. 2 წამის საქმე დაალაიქეთ აუცილებლად დღევანდელი ვიდეო 2000 ლაიქზე გათამაშება რომ ირთვება ეგ ვიცით და ბოლოსკენ მიბრუნდები მაგას, გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი,
რაც მეტი ლაიქი იქნება, მით უკეთესეს რუცხრიანისთვის და ჩვენი გუნდისთვის, მთლიანად პროექტისთვის, კომენტარებით დაუშვით და რა თქმა უნდა, ვინც გამოწერის გარეშე უყურებთ, ძალიან გულს ვტკენთ მთლიანად მე და ჩემს გუნდს. ეხლა ერთი კადრი მინდა განახოთ, ამ თემასაც მინდა შევეხო მარტივად, ანუ ჩვენების აი უსუსური პრესინგი აი ამ სქემით, რამდენად არ გამოგვდიოდა 4-4-2-ით. და ამ 4-წელიანი სქემით რა და ამ 11-ეულით აი ესე მარტივად როგორ გაგვიჭრეს პრესინგის ცდელობა და რამხელა სიუცია ცენტრში დარჩენილი უბრალოდ გულის მომკვლელი არის ეს ყველაფერი და ტრიბუნებიდან გაცილებით კარგად ჩანდა და თავიდანვე იგრძნობოდა რომ აი რა ხდება იქ ცენტრში და მეკარემ გააგორა და მისცა და არ უნდა ქნა ესეთი რაღაცა არ უნდა მისცე ზედმეტი კოზირები რა შენს მეტოქეს როდესაც ისედაც ძალიან მაგარი კარტი აქვს დარიგებული ზურიკოს ჰქონდა სუპერ მატჩი, ყვარას ბოლოსკენ ჰქონდა კარგი შეხვედრა, ზოგადად ზურიკოს უსურვებ გაცილებით კარგ გუნდში გადასვლას და ანუ რა მოტები არიან ლიგა 1-ში საფრანგეთში, რომ ესეთ ფეხბურთელში ფულის გადახდა ინანებად და ლიგა 2-ში არის აი ამ დრომდეც. არ ვიცი, ძალიან ტეხავს, იმედი მაქვს რომ უკეთეს გუნდში გადავა დავითაშვილი. ახლა თუ არა იანვრის სატრანსფეროზე მაინც და კიდევ ერთი ზურიკოზე ყოველთვის გამოირჩევა იმ ხასიათით, ანუ შეიძლება არ წაუვიდეს თამაში და ცუდი მატჩი კონდეს და ქონია ეგეთი. შეცდომას და უშვია, მაგრამ რას წვეწა ართმევ, არის ხასიათი რა. ანუ იმდენად მონდომებით და ბოლომდე თამაშობს, წელში წდებაო, რო იტყვიან ეგ არის რა. ბოლო უფლის ბოლო წვეცაც ღრის, ყველა თამაში როცა ნაკრების მაესტროს გადაიცვამს და კლუბში სხვათა შორის იქაც ამ თავს იკლავს და ეგ გამოარჩევს რა ფორმაში არის არ არის აი რომ დააწვება ბოლომდე მიდის რა და მაგისთვის დიდი რესპექტი ჩემგან პირადად და კიდევ ერთხელ კარგ გუნდს უსურვებ ეხა ორი სიტყვით მინდა შევიხო შეცვლებს ანუ ძალიან დიდი ჩაბარდნა იყო და სავალალო მომენტი იყო როდესაც მეტოქე დარჩა 10 კაცით ურიცხობრივი უპირატესობა გვაქვს გოლი გვაკატანილი ფსიქოლოგიურადაც რაღაცა მიწოლა ამ შემდეგ და ანუ მომენტი ვერ შევქმენით სანამ ის 9 წუთი არ დაამატა რა საჯმა და შტურმის მაგვარიც არისო რა იმიტომ რომ შეცვლების გაკეთება დაგვიანდა ძალიან 10 კაცი არ მეტოქეს სადღაც 20 წუთი ვეთამაშეთ 3 საყრდენით მე პირადად ველოდი ცოტა რისკებს ბოლო 10-15 წუთი მაინც კვერნაძეს და ლომინაძეს მეგონა რომ ჩართავდა ლომინაძე პირველ რიგში იმიტომ რომ ტანმაღალია გოლის ალღო აქვს ანუ ძალიან რაღაცნაირი ისეთი ალღო აქვს რა თავით ფეხით ტანატულის დროს 20 წლამდელებს ვინც უყურებთ ისეთ სიტუაციებში გააქვს გადამწყვეტი გოლები რომ აშკარად რაღაცა აქვს ამ ფეხბურთელს რა რასაც ვერ ისწავლი კვერნაძე იმიტომ რომ ძალიან სწრაფი არის ძალიან მაგარ ფორმაშია გარდა ამისა სიმაღლეც უწყობს ხელს რომ თავითაც ითამაშოს და ჟორჟს არ წაუვიდა თამაში მეორე ტაიმში საერთოდ სამჯერ შეეხო ბურთს და როდესაც ხედავ რომ თამაში არ მისდის ფეხბურთელს რომელიც არის ისე ტანმორჩილი ტექნიკური სისწრაფეა მისი თავარი პლუსი ბურთს ვერ იღებს ვერ ეხება მომენტები არ ექნება და შენ უკვე ბოლოსკენ მიდიხარ ბევრი ჩაწოდება გაქვს რომელსაც არანაირი შედეგი არ მოყვება და ბუდუზის სკამზე რატო არ ითამაშა ზიზივაძე 10 წუთი მაინც ამ შეხვედრაში როცა საჯარიმოში ბრძოლა და პოზიციის მოგება გვჭირდებოდა ჩემს პირადად გაუგებარია აი კვერნაძეც იმიტომ ახსენე და ლომინაძეც რომ რაღაცა განსხვავება ცოტა შეიქმნება და ცოტა განსხვავებული სტილის ფეხბურთელები შევიდოდნენ რა გულიაშვილი არ უნდა შესულიყო ამ თამაში ეგ იყო მცდარი შეცვლა ძალიან არასწორი შეცვლილება გააკეთეს მაგ მომენტში გულიაშვილის შეშვებით. რავი, იმედი ბულგარეთთან რაღაცებს გადაიაზრებენ და მე პირადად დიდი ინტერესით ველოდები ამ შეხვედრას. ყურებს ნუ ჩამოყურეთ მაინც წინასწარ შეიძლება მოხდეს სასწაული და ჩვენს გაგვიმართლოს. მცირე შანსია, მაგრამ მოდი მივყვეთ და მოსაგები რაც არის მოვიგოთ და შემდეგ უკვე რა გამოჩნდება და ფორტუნა როგორ დაგველაგდება ჩვენ დასწრებს ამას უკვე შემდეგ ვნახავთ. ჩემი დასკვნა მინდა ხა შემოგთავაზოთ და თქვენს ყურადღებას ველოდები აქ ჩართულობას და შემდეგ კომენტარებს კითხვასაც დაგისვამთ. უმადურები არ უნდა ვიყოთ, ამით დავიწყებ. მაგე გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ვინმე თუ თვლის, რომ შემთხვევით გავედით ევროპაზე, ან ბიჭებმა გაგვათრიეს და ბიჭებმა მოინდომეს და რაღაცა და სამწუხაროდ შტაბის დამსახურება ამაში არაფერი არ არის. ნუ ეს ჰეითერობაა და არ შეიძლება. ეგ არის უმადურობა. არ უნდა დაუკარგო ადამიანს ის რაც იშრომა, რასაც მიაღწია და ასე შემდეგ რა. ეს ყველაფერი ამის არ დანახვა არ შეიძლება და ცრუცხრანის მაყურებელმა ეგ იცის. შემდეგ რა ხდება, ხო? გვჭირდება განვითარება, წინსვლა, ჯერ უნდა შეინარჩუნო ის დონე. სოფლიო ჩემპიონატი რომ მოგვინდა ეხა, ხო? ეს ასად არის, ბევრი რამე გვინდა ეგრე, მაგრამ გაცილებით რთულია სოფლიოზე გასვლა და გაცილებით მაღალ დონეზეა თამაში საჭირო, იმიტომ რომ ერთა ლიგა არ არის და ყაზახეთს ვერ მოუგებდა და ასე შემდეგ. და როდესაც შეცდომები არის დაშვებული, შემდეგ აი ამ შეცდომების აღიარება არ ხდება, დალაპარაკება ხალხთან, პრესასთან, ამ შეცდომებზე მუშაობა, ადეკვატური რეაქცია ამ ყველაფრის. ეგ უკვე უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს რა, ავტომატურად.
და იმას ინარჩუნებ კი არა რაც ქონდა პირიქით უკან მიდიხარ. და ეგ უკვე ჯიუტობას ნიშნავს რა და ჯიუტობიდან ბრიყვობამდე მანძილი გაზომვადია და ერთ ნაბიჯს შეადგენს. ნუ იზამთ ამას, ეგ არის არასწორი გზა და ამ გზით არიაროთ. საქართველოს ფეხბურთი რამდენად სიგიჟემდე უყვარს ქართულ მაყურებელს, ყველამ ვიცით, ხედავთ თქვენც ალბათ, თამაშის წინა დღეებში რეები ხდება, ხალხს ესიზმრება მატჩის სცენარი და იგივე სოციალურ ქსელებში წინასწარ წერდნენ, რომელ წუთზე გაკეთდებოდა შეცვლა და გოლს რომელ წუთზე გავიტანდით და გავუშვებდით და ასე შემდეგ, ანუ ცხოვრობს ხალხი ამით. გიჟდება ჭკუიდან გადადის, ანუ სიგიჟემდე მისული იდეებიც მაქვს ნანახი, ყველაფერს არ გავაჟღერებ, არა ეს ყველაფერი მოდის ფეხბურთის სიყვარულით რა, ანუ თუ არ გიყვარს ვიღაც ან რაღაც ამ დონეზე ვერ გაგიჟდები რა და არ ვიცი, კითხვა მაქვს თქვენთან სოფლიოში რო ავიღოთ ქვეყნები, საქართველოს აი ათეული ავიღოთ რა, ფეხბურთის სიყვარულით, აი ფანატიზმამდე მისული სიყვარულით, რომელ ადგილზე გაიყვანდით საქართველოს და ვისთვლით თუ ვინმე არის ჩვენზე ზემოთ, ვინ არის ჩვენზე ზედა საფეხურებზე რა. ეგეც საინტერესოა, დაწერეთ კომენტარები, მაგასაც მე ჩაუჯდები და გიპასუხებთ ჩემს ვერსიასაც შემოგთავაზებთ. ახლა გათამაშებაზე გადავიდეთ, რომელიც კვლავ ჩვენთან არის, რეტრო სახლი, ჩვენი პარტნიორი აქ არის. მარტივია წესები, ავდივართ 2000 ლაიქზე, შემდეგ ირთვება გათამაშება. თქვენ გევალებათ, რომ დაფიქსირდეთ კომენტარებში ვიდეოს და ლაიქების გარდა, დაწერეთ დღევანდელ თემასთან დაკავშირებით თქვენი აზრი. რა თქმა უნდა, კრისტალ სპორტის YouTube არხი აუცილებლად გამოიწერეთ. როცა მივა 2000 ლაიქამდე დღევანდელი ვიდეო დავჯდები და 20 თქვენგანი 20 ყველაზე საინტერესო კომენტარის ავტორი მოიგებს თქვენთვის სასურველ მაისურს. ნებისმიერს. კლუბი ნაკრები რეტრო სულ ერთია. მოკლედ დღევანდელი ვიდეო სულ ეს იყო. როგორ მოგეწონათ, რაში არ მეთანხმეთ დაწერეთ, რამე თუ გამომჩა, ეგეც აუცილებლად დაწერეთ. პირიქით თუ დამეხმარებით და რამეს შემახსენებთ. მადლიერი ვიქნები ამისთვის, თქვენს ყველა კომენტარს ვეცნობი და რა თქმა უნდა ცოცხლიანი ბულგარეთთან მატჩის მეორე დღესვე შემაჯამებელი ანალიზით დაბრუნდება. დიდი მადლობა დროისთვის და აბა გემშვიდობებით სულ რაღაც 3 დღით.